მამა ჩემი დააკავეს გუშინ დაახლოებით სახლთან ახლოს. მას შემდეგ რაც გადაიღო ქერცლიშვილის გამოსვლა. შემდეგ წაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში და შემდეგ უკვე გადაიყვანეს სასამართლოს დროებითი მოთავსების კაპეზზე, ესე რომ ვთქვათ, რავი. მიუხედავად 4 დღე, ეხლა იმყოფება საჰექსის იზოლატორში, დილით დაგვირეკა, კარგად არის, ვნად არის. ასევე არის ლევან ჭობავასთან ერთად. ხო, ჩემი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით არის შემდეგი, რომ ძალიან ცუდი არის ასეთი რეპრესიები ხალხის მიმართ, რომელიც არის თავისუფალი და რომლებიც იბრძვის იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დავარდეს. კი ბატონო, თიკა, ზოგადად რა სიტყვით, არაუშუალოდ მარტო ნიკასთან ამ შემთხვევაში მამა თქვენთან დაკავშირებით, არამედ რა სიტყვით იმაზე, რაც ხდება, ადამიანებს აკავებენ პირბადის კეთების გამო, ადამიანებს აკავებენ თუ უბრალოდ პროტესტის გამოხატვა სურთ და უწყვეტი პროტესტის რეჟიმში რჩებიან და რუსთაველის გამზირს ახლა უკვე რაღაცა სიმბოლურად და ძალიან თამამად გადაკეტავენ, ხო? აი თქვენ ახალგაზრდა ადამიანი ბრძანდებით, აი თქვენი პოზიცია, თქვენი თანატოლების გარშემო თუნდაც, აი ვისაც მეგობრებით, ვისთანაც გაქვთ კომუნიკაცია, როგორი არის მათი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან მიმართებით? მაგალითად რო ავიღოთ ჩემი თანაკურსელები, საერთოდ არ წუხან ამ თემაზე და არ ლაპარაკობენ. ისე ვის ხალხი იბრძვით და ისე ვის ხალხი ნერვიულობს ჩვენს სახელმწიფოებს და ჩვენს მეგობრებზე, ვის ყოველდღიურად დავდივართ რუსთაველზე და აი ესეთი იგივე ხალხი ვწირალებს. ხალხს ემპათიის უნარი საერთოდ დაკარგული აქვს ჩემი აზრით და დროა რომ გაიგვიძოს ხალხმა და ყველა ერთად გამოვიდეს ქუჩაში. დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 7 საათზე მოვიდნენ რესპუბლიკის მაიდანზე და ვაჩვენოთ ამ ხალხს, რომ ძალიან ბერნულად და 3 და 4 კაცი არ მეკეტავდეს რუსთაველს. კი ბატონო, მესმის.